ბევრისთვის უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების წმინდა გრაალი იქნება მისი გაწევრიანება ნატოში. ლოგიკა მარტივია. მსოფლიოს ყველაზე დიდი და ძლიერი სამხედრო ალიანსის წევრობა უკრაინის მხარეს დააყენებდა დანარჩენი 31 წევრის სრულ ძალას, რაც იქნება საბოლოო შემაკავებელი მომავალი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. მაგრამ რა მოხდება თუ ყველაფერი პირიქითაა? რა მოხდება თუ უკრაინის გაწევრიანება ალიანსში ნატოსთვის ისეთივე სარგებლის მომტანი იქნება, როგორც უკრაინისთვის? მანამდე სანამ რუსეთი 2022 წელს უკრაინაში შეიჭრებოდა, ეს იდეა შეიძლება სასაცილოდაც კი მოჩვენებოდა ვინმეს, მაგრამ ახლა ეს ასე აღარ არის. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. 2025 წელს უკრაინელი დრონების ოპერატორები მიიწვიეს ნატოს ზღარბი 2025 წურთნებში მონაწილეობის მისაღებად. ესტონეთში ჩატარებულმა წურთნებმა ოფიციალური პირები აიძულა, რამდენჯერმე თავიდან დაეწყოთ სწავლება, რადგან უკრაინელებმა ძალიან სწრაფად მიაყენეს მიუღებელი დანაკარგები ბრიტანულ და ესტონურ დანაყოფებს. და ეს ერთხელ კი არა, რამდენჯერმე განმეორდა. ეხლა შვედეთში ჩატარებულ ნატოს ავრორა 2026 წურთნებზე მათ ეს ისევ გააკეთეს და ამ პროცესში ალიანსის ყველაზე საშიში სისუსტეები გამოავლინეს. აი როგორ გაანადგურეს უკრაინის დრონების ეკიპაჟებმა ნატოს თავდაცვა და ტაქტიკა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? უკრაინამ ნატოსთან ურთიერთობა 1990-იან წლებში დაამყარა, მას შემდეგ რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა დაშლილი საბჭოთა კავშირისგან. მაგრამ ეს ურთიერთობა სწრაფად და მნიშვნელოვნად გაღრმავდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში შეიჭრა და უკრაინამ 2022 წელს ნატოში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა. განსაკუთრებით უკრაინას სულ უფრო ხშირად იწვევენ ნატოს სხვადასხვა სამხედრო წურთნებში ევროპაში მონაწილეობის მისაღებად. მაგალითად, უკრაინა მასპინძლობს და მონაწილეობს ყოველწლიურ Sea Breeze-ის წურთნებში 1987 წლიდან, რომლებიც ჩვეულებრივ შავ ზღვაში ტარდება, მაგრამ 2025 წელს ისინი დიდ ბრიტანეთში ჩატარდება. უკრაინელი დამკვირვებლები და ექსპერტებიც მონაწილეობდნენ მასშტაბურ Steadfast Defender 2024 წურთნაში, რომელიც ნატოს ყველაზე დიდი წურთნა იყო სივი ომის დასრულების შემდეგ და მასში მონაწილეობდა 21 მოკავშირე ქვეყნის 80,000-ზე მეტი სამხედრო. მაგრამ ამ და სხვა წინა წურთნებში უკრაინა მეტნაკლებად უმცროსი პარტნიორი იყო. მონაწილეობდა წურთნებში, რათა გაეზარდა თავსებადობა და ძირითადად ნატოსგან ესწავლა. ეს 2025 წელს დაიწყო ცვლილება. რუსეთთან ბრძოლის შედეგად მოპოვებული მძიმე გამოცდილების წყალობით ალიანსმა უკრაინას უფრო მეტად დაიწყო წურთნებში ექსპერტის როლში პოზიციონირება, რათა ის ასწავლის და ღირებულება შემატოს, ვიდრე მხოლოდ ისწავლოს. პორტუგალიაში გამართულ REPMUS 2025 წურთნებზე უკრაინულმა გუნდებმა გამოიყენეს საზღვაო დრონები, რომლებმაც სიმულაციაში ნატოს ფრეგატი ჩაძირეს, რითაც ასახეს ასიმეტრიული საზღვაო საფრთხეები. და ესტონეთში გამართულ გაზაფხულის შტორმი 2026 წურთნებზე უკრაინის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების ძალებთან ერთად. მაგრამ სწორედ ესტონეთში გამართულ Hedgehog 2025 წურთნებზე მოახერხა უკრაინამ თავისი კვალი დაეტოვებინა. წურთნებში მონაწილეობდა 12 ნატოს ქვეყნის 16,000-ზე მეტი სამხედრო. ისინი ვარჯიშობდნენ უკრაინელ დრონების ოპერატორებთან ერთად, მათ შორის ფრონტის ხაზიდან დროებით გადმოყვანილ სამხედროებთან. ერთად მათ სხვადასხვა ტიპის დრონებით გაათამაშეს დაპირისპირებული და გადატვირთული საბრძოლო ველი. შედეგი ნატოსთვის მოულოდნელი და შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. ერთ-ერთ სასწავლო სცენაში საბრძოლო ჯგუფმა, რომელშიც რამდენიმე 1000 ჯარისკაცი იყო, მათ შორის ბრიტანეთის ბრიგადის და ესტონეთის დივიზიის სამხედროები, სცადა მექანიზებული შეტევის განხორციელება. მათ წინააღმდეგ იდგა უკრაინული დრონების დანაყოფი, რომელიც დაახლოებით 10 ჯარისკაცისგან შედგებოდა. უკრაინელები აღჭურვილნი იყვნენ თავიანთი დრონებით და დელტათი თანამედროვე უკრაინული საბრძოლო მართვის სისტემით. დელტა რეალურ დროში აგროვებს დაზვერვის მონაცემებს, იყენებს ხელოვნურ ინტელექტს დიდი რაოდენობის ინფორმაციის ანალიზისთვის, ამოიცნობს სამიზნეებს და კოორდინაციას უწევს დარტყმებს სადლობასა და დანაყოფებს შორის. ნატოს ძალებს შანსი არ ჰქონდათ. დაახლოებით ნახევარ დღეში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა დრონების ოპერატორებმა გაანადგურეს 17 ჯავშან ტექნიკა და მიაყენეს 30 დარტყმა სხვა სამიზნეებზე. ერთ სიმულაციურ ბრძოლაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულმა დრონებმა გაანადგურეს 2 ნატოს მოტორიზებული ქვეითი ბატალიონი, რომლებიც ცდილობდნენ მიზნის აღებას და გადიოდნენ სქელტყეში, სადაც მანქანები გზებზე გაიჭედა. ესტონეთის თავდაცვის ლიგის უპილოტო საჰაერო სისტემების კოორდინატორისა და წურთმის მონაწილე ივარ ჰანიოტის თქმით, წურთმის ფარგლებში ამ 2 ბატალიონმა ფაქტობრივად დაკარგა საბრძოლო შესაძლებლობა. ამასობაში მისი თქმით, ნატოს დანაყოფები ჩვენს დრონის ოპერატორებამდე არც კი მისულან, როგორც სხვა უცნობმა მონაწილემ გაიხსენა. ნატოს საბრძოლო ჯგუფი უბრალოდ გადაადგილდებოდა ყოველგვარი შენიღბვის გარეშე, აყენებდნენ კარვებსა და ჯავშან მანქანებს. ეს ყველაფერი განადგურდა. ეხლა ზოგიერთი თავდაცვის ექსპერტი უკვე გარკვეული დროა აფრთხილებს, რომ უკრაინაში ომმა ფუნდამენტურად შეცვალა ომის წარმოების მეთოდები და ნატო ჩამორჩენის რისკის წინაშე დგას. Hedgehog 2025 წურთნები ალიანსისთვის სერიოზული გამოფხიზლების ზარი იყო.
ეხლა უკრაინამ იგივე გაიმეორა და ეს გაფრთხილებები უკვე დიდ წითელ სიგნალებად გადაიქცა. შვედეთის ხელმძღვანელობით ჩატარებული ავრორა 2026, წვრთნები 2026 წლის 27 აპრილიდან 13 მაისამდე გაგრძელდა. წვრთნები ძირითადად შვედეთის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში და ბალტიის ზღვაში ჩატარდა, სადაც 13 ქვეყნის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალებიდან დაახლოებით 18000 ჯარისკაცი იყო მობილიზებული. მასპინძელი შვედეთი, აშერესტში, დიდი ბრიტანეთი, დანია, ნორვეგია, ფინეთი, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, კანადა, ესტონეთი, ლატვია და უკრაინა. მაშინაც კი შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია იქ იმყოფებოდა სრულად სამხედრო ფორმაში გამოთხოვილი. ფართომასშტაბიანი წვრთნები მოიცავდა შვედეთის დაცვას საზღვაო თავდასხმებისგან, ერთობლივ სახმელეთო და საჰაერო ოპერაციებს, ასევე ჯარებისა და აღჭურვილობის გადაუდებელ გადაადგილებას საფრთხის ქვეშ მყოფ რეგიონში. მაგრამ მთავარი მოვლენა იყო ძალების ძალით დაცვა შვედეთის კუნძულ გოტლანდის, დასავლეთ ბალტიის ზღვის რეგიონში, სიმულირებული რუსული-ჰურსული ჰიბრიდული ომის შეტევის წინააღმდეგ. როგორც უკანა ადმირალი იონას ვიკსტრემი, შვედეთის წვრთნების დირექტორი აღწერს, სცენარი ასეთია. ნატოს საზღვრის აღმოსავლეთ მხარეს, მაგალითად ფინეთსა და ბალტიის ქვეყნებში, გვაქვს მტრის ძალების მასიური თავმოყრა. ერთეულების კონცენტრაცია იმ მხარეს. და ასევე გვაქვს შვედეთსა და სხვა მოკავშირე ქვეყნებში ჰიბრიდული აქტივობები. ეს არის ჰიბრიდული აქტივობების გაზრდილი დონე, როგორიცაა დივერსია, კიბერშეტევები, გავლენის ოპერაციები და მსგავსი რამ. ეს ნიშნავს, რომ ორი უკრაინული დრონების გუნდი მოქმედებდა მოწინააღმდეგეებად, როგორც ნაჩვენები რუსული ძალის ნაწილი, რომელიც გოტლანდს უტევდა. პირველი იყო პირველი ეროვნული გვარდიის ბრიგადა ბურიატიიდან, ხოლო მეორე მეოცე ეროვნული გვარდიის ბრიგადა ლიუბივიდან. მათ წინააღმდეგ თავდაცვის მცდელობას ცდილობდა 17300 მოკავშირე ჯარისკაცი. მათ შორის იყვნენ შვედეთის სამხრეთ სკონეს პოლკის, ლუპს ფარმენის პოლკის, LV6 საჰაერო თავდაცვის პოლკისა და 32 სახალხო გვარდიის პოლკის დანაყოფები. ასევე აშშ საზღვაო ქვეითთა კორპუსის ელემენტები, მესამე საჰაერო საზღვაო საარტილერიო კოორდინაციის კომპანია, საბრძოლო ლოგისტიკური ბატალიონები, 24 და 27, დანიის სახალხო გვარდიის ჯარისკაცები და ბრიტანეთის ქვეითი ჯარი. ნატოს 17000-ზე მეტი საუკეთესო ჯარისკაცი, რამდენიმე უკრაინელი დრონების ოპერატორის წინააღმდეგ. თეორიულად ეს სრული უთანასწორობაა. მაგრამ ადგილზე ნატოს სალებმა იგივე ზიანი მიიღეს, რაც მიიღეს სხარბი 2025-ის დროს. სავარჯიშოების ბოლო 3 დღის განმავლობაში 11-დან 13 მაისის ჩათვლით ნატოს დანაყოფებს დაევალათ ძირითადი ობიექტების დაცვა რუსული შეტევის პირობებში, სადაც ტრადიციული სამხედრო იერიში არატრადიციულ ომის ტაქტიკებთან იყო შერწყმული. როგორც ცოტა მოგვიანებით გავიგებთ, ტრადიციულსა და არატრადიციულს შორის ეს განსხვავება ნატოს პრობლემის ფუნდამენტური ნაწილია. უკრაინელების როლი სავარჯიშოში იყო, რომ რუსი თავდამსხმელების როლი შეესრულებინათ დრონების გამოყენებით. უკრაინული დანაყოფები იყენებდნენ სტანდარტულ ტულ ადგილობრივად წარმოებულ FPV დრონებს, რომლებიც აღჭურვილი იყო მიმართულებითი ანტენებითა და გახანგრძლივებული მუშაობის ბატარეებით. ოპერატორები არ იყვნენ აღჭურვილნი რაიმე განსაკუთრებულით უკრაინაში მიმდინარე ომის სტანდარტების მიხედვით. მათ დრონებს აკონტროლებდნენ კომერციული ტაბლეტებით, Game Boy-ის ანალოგური საკონტროლო ბლოკებითა და მაღაზიაში შეძენილი სათვალეებით, რომლებიც უკრაინის სამხედრო ძალებში ყველგან გვხვდება. ამ თითქოს და მოგრძალებული თავდამსხმელი ძალის მოსაგერიებლად ნატოს თავდაცვას შორის იყო უახლესი შვედური გრიფენის გამანადგურებელი თვითმფრინავები, არჩერის შორმანძილზე მოქმედი ჰაუბიცები, თანამედროვე CV-90-ის ქვეითა საბრძოლო მანქანები და Leopard 2 Airwise ძირითადი საბრძოლო ტანკები. და სხვა. მოულოდნელად ეს მოწინავე და ძალიან ძვირადღირებული ტექნიკა განადგურდა. უკრაინელმა პილოტმა სახელად ტარიკმა Associated Press სურთხა, რომ მისი დანაყოფის წარმატებულმა შეტევებმა ორგანიზატორები აიძულას შეწყვიტათ წვრთნები და სამჯერ დაებრუნებინათ თავდასხმითი დრონების მიერ პირობითად ვითად განადგურებული ჯარისკაცები და ტექნიკა სოცხალთა რიგებში. უკრაინის პირველი კორპუსის განცხადების მიხედვით, უკრაინელი FPV პილოტების ეფექტიანობის გამო მათი მონაწილეობა წვრთნების გარკვეულ ეტაპებზე კიდეც შეამცირეს, რათა სხვა დანაყოფებს წვრთნების დასრულება შეძლებოდათ ისე, რომ თავიანთი ტექნიკა სრულად არ დაეკარგათ უკრაინული დრონების გამო. ახლა ერთ მექანიზებულ შეტევის სცენაში უკრაინელი ეკიპაჟი, რომელიც შვედ პილოტებთან ერთად მოქმედებდა, დაახლოებით 32 ერთეულიდან 28 ძირითადი ტექნიკა გაანადგურა. სხვა შემთხვევაში უკრაინულმა FPV-ებმა ნაკლებად ვიდრე 20 წუთში სამხედრო აეროდრომის დაცვა მასობრივად გაანადგურეს, ყველა მიზანს ზუსტად მოარტყეს და არც ერთი დრონი არ დაუკარგავთ. ეს დამამცირებელი იყო. მაგრამ ნატოს თვალსაზრისით საქმე კიდევ უფრო უარესად იმით იყო, რომ ეს უკრაინული დრონების დანაყოფები არც კი იყვნენ ყველაზე ელიტური. ეს მაინც შემამსუბუქებელი ფაქტორი იყო Hedgehog 2025-ის ჩავარდნაში. ამ წვრთნებში მონაწილეობდა უკრაინის საშიში ნემეზისის დანაყოფი, იგივე უკრაინის შეიარაღებული ძალების 412 უპილოტო სისტემების ბრიგადა, რომელიც უპილოტო სისტემების დასტემების ძალების ერთ-ერთი გამორჩეული დრონების დანაყოფია. ხოლო 2026 წლის დასაწყისიდან გავრცელებული ინფორმაციით ელიტურმა ბრიგადამ გაანადგურა 20 რუსული ტანკი, რაც ორ სრულ სატანკო ასეულს უდრის.
საერთო ჯამში 2022 წლიდან მოყოლებული მათ ანგარიშია თითქმის 200 ტანკის, 300 ჯავშანტექნიკისა და 1000-ზე მეტი მანქანის განადგურება ან დაზიანება. ამავე დროს დანაყოფმა გაანადგურა სულ უფრო მეტი თანამედროვე რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა, მათ შორის Tor M2, Buk M3 და OSA-ის გამშვები დანადგარები, ასევე Borisoglovsk 2-ის ელექტრონული ბრძოლის სადგურები. ერთ შემთხვევაში მათ ერთ თვეში გაანადგურეს 3 ასეთი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 80-დან 90-მდე მილიონი დოლარია. ისინი ასევე ინოვატორები არიან. 2026 წლის აპრილში ნემესისმა მსოფლიო მასშტაბით პირველად გაანადგურა რუსული გერანის ტიპის შეტევითი დრონი, რომელიც ჩამოაგდეს უპილოტო ზედაპირული ხომალდიდან გაშვებული დამჭერი დრონით, ანუ USV-დან. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ ნემესისის გამოცდილებისა და ექსპერტიზის მქონე გუნდი ნატოს თავდაცვასაც იმავე ოსტატობითა და გააფთრებით უტევს, როგორც ამას რუსების წინააღმდეგ აკეთებენ. მაგრამ გოტლანდში ასე არ მოხდა. Avrora 2026-ის თურთნებზე უკრაინელი მონაწილეები მეტნაკლებად სტანდარტული დანაყოფები იყვნენ, რომლებიც უკრაინას ფრონტის გრძელ ხაზებზე ყავს განლაგებული. ბურიატიისა და ლიუბოვის გუნდები საბრძოლო გამოცდილების მქონე სანდო და კომპეტენტური დანაყოფებია, მაგრამ ისინი არ მიიჩნევიან უკრაინის სპეციალური ძალების კომანდოსების ან ნემესისის მსგავსი უპილოტო სისტემების ძალების ელიტურ დონეთ. პირველი ბრიგადის შემადგენლობაში არსებულმა დრონთა ბატალიონმა, კონდორმა, მონაწილეობა მიიღო წურთნებში. საკმაოდ ტიპური შემთხვევაა უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონების დანაყოფებისთვის. კონდორი თითქმის მთლიანად უკრაინაში წარმოებულ სადაზვერვო, კამიკაძე და ბომბდამშენ დრონებს ეყენებს და ნატო ვერ უმკლავდება მათ. ეხლა დააცკაპუნეთ მოწონების ღილაკზე თუ ვიდეო მოგწონთ და გამოიწერეთ არხი თუ გსურთ მეტი მსგავსი ვიდეო. აქ სამხედრო შოუზე კოლოდღიურად გთავაზობთ ახალ ამბებსა და სიღრმისეულ ანალიზს ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე. გამოიწერეთ არხი, რომ არაფერი გამოგრჩეთ. მაშ რატომ უჭირთ ნატოს ძალებს უკრაინის კომპაქტურ დრონულ დანაყოფებთან ბრძოლა? როგორც ანატოლი მურკოტუნი ამბობს, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოძველებული ტაქტიკებია. ოფილი პოლიციის დეტექტივი მერკოტუნი ნემესისის მეთაურია და კარგად ცნობილია უკრაინის დრონების წრეებში. ის ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი და შემქმნელი იყო უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების, ახლა უკვე ყველგან გავრცელებული ბომბდამშენი დრონების ტექნოლოგიისა და ერთ-ერთი პიონერი მცირე დრონების ვიდეოსგან მიღებული გამოსახულებისა და მონაცემთა შერწყმის გამოყენებაში, რათა დაზვერვა და დარტყმები უფრო ეფექტურად განხორციელებულიყო. ამიტომ მას აქვს საკმარისი კვალიფიკაცია, რომ კომენტარი გააკეთოს. ვარჯიშის შემდეგ ინტერვიუში მან თქვა, რომ ნატოს ტაქტიკა, რომლის მიხედვითაც საბრძოლო მანქანები და ჯარები კომპაქტურ ჯგუფებში იმყოფებიან, თითქმის თვითკვლელურად გამოიყურება და აღნიშნა, რომ როგორც რუსეთის, ისე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასეთი ბრძოლის მეთოდი წლების წინ მიატოვეს. მართლა, უკრაინაში მანევრებზე ჯავშანტექნიკის კოლონების ნახვა, ან ერთდროულად 2-ზე ან 3-ზე მეტი მანქანის განლაგება უკვე იშვიათობაა. დრონები უკვე ორივე მხარეს საბრძოლო დანაკარგების 70-დან 80%-მდე აპასუხისგებელი. რუსული FPV და სხვა კამიკაძე დრონები, რომელთა თითოეულის ღირებულება დაახლოებით $400, ანადგურებენ რამდენიმე M1 აბრამსის ტანკს, რომელთა თითოეულის ფასი 8-დან 10 მილიონ დოლარამდე. რა თქმა უნდა, რუსული დანაკარგები ბევრად უფრო მაღალია. მათი ტანკები და ჯავშანტექნიკა შეიძლება ასე ძვირი არ ღირს, მაგრამ ისინი უკრაინული დრონების მიერ წარმოუდგენლად სწრაფი ტემპით ნადგურდება. და რა თქმა უნდა, ძვირადღირებული ჯავშანტექნიკის წარმოებას ბევრად მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ათასობით იაფი და მომაკვდინებელი FPV დრონის გამოშვებას. პრობლემა ისაა, რომ ამ ახალ ტექნოლოგიას მხოლოდ რუსეთი და უკრაინა არ ეკენებენ. როგორც ჩანს, ისრაელი სწრაფი ტემპით კარგავს თანამედროვე მერკავას ტანკებს, ნამერის ჯავშან მანქანებს, ბულდოზერებს და სხვა მძიმე ტექნიკას ლიბანში. Hezbollah-ს მილიცია ბევრად უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს, დიდ ზიანს აყენებს FPV და ოპტიკურ ბოჭკოვანი მართვის დრონებით. ისრაელის შეჭრა ამის შედეგად დაზარალდა და როგორც ჯარისკაცების, ისე ტექნიკის დანაკარგები მკვეთრად იზრდება, ზუსტად ისე როგორც რუსეთის შემთხვევაში უკრაინაში. როგორც ისრაელის გაზეთი Times of Israel წერს, ისრაელს ეს უნდა ევარაუდა, მაგრამ მოუმზადებელი აღმოჩნდა. ცხადია, იგივე მოხდა ნატოს შემთხვევაშიც. ამასთან ნატოს ყველა მთავარი მოწინააღმდეგე, როგორც ჩანს, ახალ ტექნოლოგიას ითვისებს და სამხედრო დოქტრინებს შესაბამისად აეწყობს. და მიუხედავად ალიანსის მხრიდან ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად გაწეული მასშტაბური ძალისხმევისა, ჩანს, რომ სხვაობა კვლავაც იზრდება. თუ გვერდზე გადავდებთ ხმამაღალ განცხადებებს, ირანმა ფაქტობრივად აშშ-სა და ისრაელს სტრატეგიული ჩიხი მოუწყო სპარსეთის ყურეში. შორ-მანძილზე მოქმედი კამიკაძე დრონების, ინოვაციური ბალისტიკური რაკეტებისა და ასიმეტრიული ტაქტიკის გამოყენებით. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ჩინეთის ახალი სამხედრო განვითარებები, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების გამოყენებაში. 2026 წლის მარტში ჩინეთმა წარადგინა ატლასის დრონების გუნდის ოპერაციული სისტემა. კადრებში, რომლებიც პირდაპირ სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმიდან გავს, ერთი ოპერატორი ერთდროულად აკონტროლებდა 86 ძირითადად ავტონომიურ დრონს. იანვარში მათ აჩვენეს ერთი ოპერატორი, რომელიც მართავდა 200 დრონის გუნდს მჭიდრო ფორმაციაში, მაგრამ მარტის დემონსტრაცია შემდეგი დონე იყო.
დემონსტრაციაზე დრონების გუნდი ყოველ 3 წამში უშვებდა ახალ დრონს, რის შედეგადაც ყველა დრონი 5 წუთზე ნაკლებ დროში სრულად აფრინდა. გაშვების შემდეგ დრონები იყენებენ გუნდის ინტელექტის ალგორითმებს, რათა ავტონომიურად შეათანხმონ დაზვერვა, ელექტრონული ჩახშობა, მოტყუება და კინეტიკური დარტყმები. დრონებს შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია შეჯახების თავიდან ასაცილებლად, რეალურ დროში ფორმაციების გადაკეთება და სამიზნეების დამოუკიდებლად ამოცნობა და დაფიქსირება ადამიანის მუდმივი ჩარევის გარეშე. როგორც ვნახეთ, უკრაინის ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი, ძირითადად ავტონომიური ხორნეტის დრონებით, უკრაინა არც ისე ჩამორჩება ავტონომიური ინდივიდუალური დრონების ან თუნდაც მცირე გუნდების მიმართულებით. ასევე არიან მრავალი სხვა დასავლელი დიზაინერი და დეველოპერი. სინემრილეში გარკვეულ ასპექტებში აშშ-ს მასიური დრონების გუნდის პროგრამა Replicator ჩინეთზე წინ არის. პირველ რიგში ჩინეთის მზარდი შესაძლებლობების წინააღმდეგ გამოსაკანებლად დაწყებულმა ინიციატივამ Replicator-მა წარმატებით მიაღწია მიზანს და 2025 წლის აგვისტოში ათასობით ავტონომიური სისტემის განთავსება შეძლო ჰაერში, სხვასა და ხმელეთზე. 2026 წლის დასაწყისში პროგრამა გადაიქცა Replicator 2-ად, რომელიც კონცენტრირებულია დრონთა როების წინააღმდეგ ბრძოლასა და წარმოების კიდევ უფრო მასშტაბირებაზე, რაც არნიშნავს დემონსტრაციიდან აქტიურ დანერგვაზე გადასვლას. ასე რომ ტექნიკურად, მაშინ როცა ჩინეთი ჯერ კიდევ ადრეულ დემონსტრაციის ფაზაშია, აშშ-ში უკვე ასობით ავტონომიურ დრონთა როებს იყენებს, მაგრამ აქ დიდი განსხვავებაა. Atlas-ის სისტემა მიუთითებს, რომ ჩინეთი კონცენტრირებულია ცენტრალიზებულ ჰომოგენურ როებზე. Replicator კი სრულიად სხვა მიზანს ისახავს. ჰეტეროგენული ინტეგრაცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სხვადასხვა ტიპის დრონების სხვადასხვა მწარმოებლებისგან, როგორიცაა Anduril, Shield AI და Skydio, ერთ ცენტრალურად კონტროლირებად ქსელურ ძალაში გაერთიანება. Atlas-ის ერთიანი ცენტრალიზებული როისგან განსხვავებით, Replicator აერთიანებს მრავალფეროვან პლატფორმებს, როგორიცაა XQ-58, A-Valkyrie და სხვადასხვა მცირე უპილოტო საფრენი აპარატები. ყველა სხვადასხვა დრონს კოორდინაციას უწევს მოწინავე ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფა, როგორიცაა Andurilis Lattice და Shield AI-ის HiveMind. ეს სისტემები შექმნილია იმისთვის, რომ იმუშაონ GPS-ის ჩახშობისა და კომუნიკაციების ჩახშობის პირობებში, ავტონომიურად ითანამშრომლონ სამიზნეების იდენტიფიცირებისა და მათზე შეტევის მიზნით. როგორც წარმოიდგენთ, ეს ბევრად უფრო ტექნიკურად რთული პროცესია, რომ სწორად განხორციელდეს, ვიდრე ერთი-ერთიანი დრონთა როი და, სავარაუდოდ, ბევრად უფრო ძვირი დაჯდება. ალბათ ყველაზე დამახასიათებელია ის, რომ პროგრამის მიერ ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა არაფერი ისეთი ვიზუალურად შთამბეჭდავი, როგორიც იყო Atlas-ის დემონსტრაცია. მაგრამ ეს აშშ-ს ეხება, რომელმაც ჩინეთი თავის მთავარ მოწინააღმდეგედ გამოაცხადა და არა ნატოს. ნატოს მთავარი მოწინააღმდეგე ჩინეთი არ არის, ყოველ შემთხვევაში ჯერ არა. ეს რუსეთია. და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ნელ-ნელა ავითარებს საკუთარ ავტონომიურ დრონთა როებს, უკრაინა როგორც ჩანს რამდენიმე ნაბიჯით წინ არის. მაგრამ ავტონომიური დრონთა როები ჯერ კიდევ ახალი ტექნოლოგიაა და ჯერ ბოლომდე დამკვიდრებული არ არის. და ბევრ შემთხვევაში, როგორც უკრაინა წორწნებზე აჩვენებს, ნატო იმდენად მზად არ არის იმ საფრთხისთვის, რომელსაც რუსეთი უკვე წარმოადგენს, როგორც უნდა იყოს, განსაკუთრებით შორეულ ჩრდილოეთში. ნატოსთვის შეცდომა იქნებოდა უკრაინის ბოლო წარმატებებით დრონებისა და ასიმეტრიული ტაქტიკის გამოყენებაში, რაც შთამბეჭდავია და ზიანსაც აყენებს თვითკმაყოფილების ცრუ განცდაში ჩავარდეს. უკრაინის მსგავსად რუსეთიც იძულებული გახდა ბრძოლის ველზე რეალურ დროში ომის წარმოების ახალ წესებს მორგებოდა. ნატომ ეს ჯერ არ გააკეთა. რუსეთმა დიდწილად საომარ ეკონომიკაზე გადაინაცვლა და ახლა ჩინეთის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე დიდი ინდუსტრიული მასშტაბის დრონების ეკოსისტემა აქვს. ის თანმიმდევრულად ასრულებს უკრაინაში მიღებული საბრძოლო გამოცდილების ინსტიტუციონალიზაციას და თუ კონკურენცია სურს, სხვა გზა არ აქვს. კიევის მაგალითზე დაყრდნობით, მოსკოვმა შექმნა უპილოტო სისტემების სპეციალური განყოფილება, გააფართოვა დრონების ოპერატორების მასობრივი მომზადება და ერთობლივ ძალებში ახალი დრონული დანაყოფების ფორმირება დაიწყო. წლიური დრონების წარმოება ახლა უკვე 1.5 მილიონ FTL-ს აჭარბებს, ყველა ტიპისა და ზომის მიხედვით, ხოლო დასავლეთის სადაზვერო სამსახურები ელიან კიდევ უფრო მკვეთრ ზრდას ჩინეთის ინდუსტრიული მხარდაჭერისა და სანქციების გვერდისავლის გამო. არქტიკაში რუსეთი სავარაუდოდ დრონებს გამოიყენებს როგორც ინტეგრირებულ ძალის გამაძლიერებლებს, რაც უზრუნველყოფს მუდმივ სადაზვერვო, სადამკვირვებლო და სამიზნე ინფორმაციის შეგროვებას არქტიკის სანაპირო ზოლსა და ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტზე. ბასტიონის სანაპირო თავდაცვის სისტემების გამოყენება, წყალქვეშა ნავებისა და ზედაპირული სამიზნეების წინააღმდეგ ოპერაციების მხარდაჭერა, ასევე გრძელდისტანციური დარტყმების განხორციელება ერთმიმართულებიანი თავდასხმის დრონებითა და თანამედროვე რაკეტებით. ეს აქტივობები მჭიდროდ იქნება დაკავშირებული აგრესიულ კიბერ და ელექტრონულ ომთან, რათა შეასუსტოს მოკავშირეთა სენსორების, სამიზნეების განსაზღვრისა და მართვა კონტროლის შესაძლებლობები. ამ ყველაფრის ეფექტურად წინააღმდეგობის გასაწევად, ნატო ვერ დაეყრდნობა მხოლოდ თავის ტრადიციულ უპირატესობას, საჰაერო ძალებსა და სამხედრო გემებში. მათ მოუწევთ ცეცხლს ცეცხლით უპასუხონ, ანუ დრონებს დრონებით. და როგორც უკრაინა მაჩვენა, ნატო ჯერ კიდევ ბოლომდე მზად არ არის ამ ამოცანისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ალიანსი საფრთხეს სერიოზულად არ აღიქვამს და შესაბამის ზომებს არ იღებს. შეხედეთ მხოლოდ მომავალ წვრთნებს, Silent Swarm 2026, რომელიც 2026 წლის ივლისში ესტონეთში გაიმართება.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს ძირითადად აშეთეშოს საზღვაო ძალების მიერ ორგანიზებული ღონისძიება იყო, ბოლო 4 ჩატარების განმავლობაში 2022, 3, 4 და 5 მან სულ უფრო საერთაშორისო ხასიათი მიიღო. 2026 წლის ღონისძიება ალიანსის განახლებულ დოქტრინას წარმოაჩენს. ავტონომიური დრონების ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანიანი და უპილოტო სისტემების ინტეგრაციის მიმართულებით, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო სფეროში. ელექტრონულ ომზე, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ავტონომიასა და მრავალფენოვან მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვაზე კონცენტრაციით, Silence Form 2026 ნათლად ასახავს ნატოს სწრაფ რეაგირებას უკრაინიდან მიღებულ გაკვეთილებზე. უფრო პრაქტიკულ დონეზე Aurora 2026-ზე. უკრაინელმა ინსტრუქტორებმა გააზიარეს თავიანთი გამოცდილება უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაში, დანაყოფების კოორდინაციასა და აქტიური ელექტრონული ბრძოლის პირობებში მუშაობაში. ბრიფინგებზე შვედეთის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და ნიდერლანდების სამხედრო მოსამსახურეებთან. ანდრეას გუსტაფსონის, შვედეთის ბრიგადის საბრძოლო ჯგუფის მეთაურის თქმით, რომელიც უკრაინელმა ეკიპაჟებმა დაამარცხეს, ისინი დრონებით ბრძოლის ფრიუჩენზე ბევრად წინ არიან. ამიტომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ ისინი აქ მოვიდნენ და თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარეს. ჩვენ კი მათგან ბევრი გვაქვს სასწავლი. მაგრამ ნატოს კიდევ ბევრ რამეში სჭირდება ცვლილება, თუ სურს რომ მომავალი თაობის ომში სწრაფად დაეუფლოს საჭირო უნარებს. უკრაინელი დრონების ოპერატორის კარაბის თქმით, რომელმაც მონაწილეობა მიიღო Aurora 2026-ში, ნატოს ძალებს აქვთ პოტენციალი, მაგრამ სჭირდებათ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დრონებში, ტაქტიკასა და დრონების ომის მეთაურების დონეზე გაგებაში. და ეს იწყება ალიანსის დოქტრინით. როგორც ადრე ავენიშნა, Aurora 2026-ის დროს ალიანსი დრონების გამოყენებას არატრადიციულად მიიჩნევდა. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ მიუხედავად ბოლო განახლებისა, ნატოს დოქტრინა ჯერ კიდევ ძირითადად განიხილავს დრონებს როგორც შემავსებელ ელემენტებს შეკავებისა და თავდაცვისთვის, და არა როგორც ძირითად კომპონენტებს. შედეგად, როგორც კარაბმა აღნიშნა, მეთაურებს არ აქვთ ჩამოყალიბებული კონცეფციები უპილოტო სისტემების ინტეგრაციისთვის მრავალდონიან ოპერაციებში, ისეთი დრონებით აღჭურვილი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, როგორიცაა რუსეთი. ბოლო ინიციატივები კონცეფციის განვითარებისთვის, სტანდარტიზებული წვრთნებისა და ოპერაციული ექსპერიმენტებისთვის ნამდვილად სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია, მაგრამ სავარაუდოდ მეტი იქნება საჭირო. სასწრაფოდ იქნება საჭირო სასწავლო პროგრამებისა და ინოვაციური გზების ჩამოყალიბება და დახვეწა. უკრაინამ ეს ყველაფერი სწრაფად და ცეცხლის ქვეშ უნდა განევითარებინა. ადაპტაცია ან დაღუპვა, ასე ვთქვათ. მაგრამ გადაწყვეტილებების და ადამიანების შეკრება, რომლებიც მათ დააპროექტებენ და გამოიყენებენ, სავარაუდოდ ბევრად უფრო რთული იქნება 22 წევრიან ალიანსში, ვიდრე ერთ სახელმწიფოში, როგორიცაა რუსეთი ან უკრაინა. და ეს იმ შემთხვევაშიც კი თუ ყველაფრის თანმიმდევრულად ინტეგრირებას არ გავითვალისწინებთ. ამ ყველაფრის დასაფინანსებლად კაპიტალიც უნდა მობილიზდეს და გონივრულად გადანაწილდეს. ამ ეტაპზე მიუხედავად იმისა, რომ კერძო კაპიტალი იწყებს სამხედრო სტარტაპებში და მოწინავე ტექნოლოგიებში ჩადებას, როგორც საჯარო ისე კერძო კაპიტალის განაწილება, მომავალი თაობის თავდაცვით ხარჯებზე, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ ქაოტურია. წარმოების გასამტკიცებლად და გასამარტივებლად საჭირო სტრუქტურები, როგორიცაა უკრაინის ბრეივანის ბაზარი, სავარაუდოდ ალიანსის ფარგლებში უნდა შეიქმნას, რათა უზრუნველყოფილ იქნას ურთიერთთავსებადობა და რესურსების ეფექტიანი განაწილება. Brave One საშუალებას აძლევს უკრაინის ცალკეულ დანაყოფებს პირდაპირ შეიძინონ მთავრობის მიერ დამტკიცებული იარაღის სისტემების სპექტრი, რაც ამცირებს ბიუროკრატიას და უზრუნველყოფს მოქნილობას. ამავე დროს კი შესყიდვებს განსაზღვრულ ჩარჩოებში აქცევს, რათა გაძლიერდეს ურთიერთთავსებადობა. ნატომ სწორი ბალანსი უნდა იპოვოს. ძირითადი პლატფორმების კატეგორიებზე, როგორიცაა ტაქტიკური ISR დრონები, თვითმფრინავი ამუნიცია და უპილოტო ლოგისტიკური მანქანები, ძლიერი და სისტემური მოთხოვნის გარეშე. არის რისკი, რომ მოკავშირეები გააგრძელებენ მაღალი ფასების გადახდას სპეციალურად დამზადებულ სისტემებში, მაშინ როცა რუსეთი რეგიონებს აჭედავს ბრძოლაში გამოცდილი მასიურად წარმოებული პლატფორმებით. ამიტომ საჭიროა სასწრაფო რეფორმა და ეს რეფორმა უკვე მიმდინარეობს. მაგრამ ხო არ იქნება ეს ძალიან ცოტა და ძალიან გვიან. ბოლოს შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ნატოს უფრო მეტად სჭირდება უკრაინა, ვიდრე უკრაინას სჭირდება ნატო. გამოცდილებას არაფერი სჯობს და უკრაინას ამაში უსაზღვრო რესურსი აქვს. Two Hedgehog 2025-ის და Aurora 2026-ის შედეგებს დავექნობით, ნატოს თუ შეიძლება ასე გამოვიდეს. თუ ვერ ამარცხებ, შევერთდი მათ. ან ამ შემთხვევაში მიეცი მათ შენთან შემოერთების შესაძლებლობა. ჩვენ რა თქმა უნდა შეგატყობინებთ სიახლეებს, როგორც კი რამეს გავიგებთ, ასე რომ გამოიწერეთ არხი, რომ პირველებმა გაიგოთ ამის შესახებ. ამასობაში ნახეთ ეს ვიდეო უკრაინელი ინჟინრის გენიალურ მეთოდზე, რომელმაც რუსული დრონების მოპარვა შეძლო. მადლობა ყურებისთვის.